გამარჯობა, აბრუნდი. არც ისე დიდი ხნის შემდეგ სხვათა შორის, როგორც გითხარით, ესე იგი დილის 7 საათია, ეხლა გამოვედი და დღეს მინდა გადავიღო ვიდეო თუ როგორ მუშაობ ტაქსზე, ტაქსის მძღოლად. ვინც არ მიცნობს, მე ვაჟო ვარ, 4 წელია უკვე პოლონეთში ვცხოვრობ. 3 წელიწადზე მეტი მუშაობდი კურიერად და ეხაც მუშაობ სხვათა შორის ხანდახან და ცოტა ხანია რაც დავიწყე ტაქსის მძღოლად მუშაობა და მინდა გაგიზიაროთ როგორ მუშაობ დღის განმავლობაში, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ეხლა მანქანასთან მივდივარ, მანქანასაც დაგანახებთ. ვცებ, მე ჩავჯდები, იმიტომ რომ ძალიან ცივა სხვათა შორის უკვე პოლონეთში ვარ, რა თქმა უნდა, ვარშავაში. დღეს მოკლედ 31 დეკემბერია, ახალი წელი უნდა გათენდეს და ხო, ახალი წელს ღამეს ვაპირებ მუშაობას პირველად, რაც პოლონეთში ვარ რა. და ვნახოთ როგორი იქნება, დიდი იმედები მაქვს თქვენც მინდა გაგიზიაროთ და განახოთ. აი ეს არის ჩემი ლურჯა. შკოდა ფაბია მეოთხე თაობა. ეგ არის. ცივა. გადავხოქოთ. ეგ არის. ეს ჩვენი აპლიკაცია. ცოტა ხანში გადავუსვენ ხელს და ჩავთვალოთ. აი უკვე დღეს დიდი ამბავი იქნება ქალაქში, უკვე ცოტა გაყვითლებულია და აი ეს არის სულ ჩვენი ვარშავა. მოკლედ. სანამ მანქანა გათბება, ვილაპარაკოთ. ესე იგი, ვინც დაინტერესებული ხართ, რომ იმუშაოთ კურიერად ან ტაქსის მძღოლად პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში, შეგიძლიათ მეგობრებო დამიკავშირდეთ, ქვევით აღწერაში იქნება ჩემი WhatsApp-ი, Instagram-ი, Facebook-ი და შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და რამენერად მე თვითონ მოგწეროთ. ყველანაირად დაგეხმარებით, შემიძლია ვიზის გაკეთებაში დაგეხმაროთ, ბინის მოძებნაში დაგეხმაროთ, ასევე აქ ჩამოხვალთ მანქანის ქირაობაში, მოძებნაში და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი რაც არის, თუ ვიზით ჩამოხვალთ, ან თუ უკვე აქ ხართ მოწვევით ჩამოსული ან ტურისტულად და ეხლა გადაწყვეტეთ რომ ტაქსზე იმუშაოთ, იცით ალბათ რომ გჭირდებათ აუცილებლად პოლონური მართვის მოწმობა და შემიძლია არა 6 თვეში, უფრო ბევრად მოკლე ვადაში 2-3 კვირაში გადაგიცვალოთ ქართული მართვის მოწმობა პოლონურ მართვის მოწმობაში. ამიტომ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მუშაობას რაც შეეხება დღეს, ესე იგი ეხა ვაპირებ რომ ვიმუშაო საღამომდე 6-7 საათამდე. მე გამორთო აპლიკაცია, იმიტომ რომ 6 საათი ჭირდება Bolt-ის აპლიკაციას მარტო Bolt-ზე ვმუშაობ. მე რომ გადარესტარტდეს აპლიკაცია და ისევ 12 საათი მქონდეს სამუშაო დრო დარჩენილი აპლიკაციაში. დაახლოებით პირველ საათამდე სახლში ვიქნები, ახალ წელს შევხვდები ჩემს ოჯახთან ერთად და შემდეგ სავარაუდოდ 6-7 საათამდე დილის უკვე 1 იანვარი რო გათენდება, იქნება რა. ასევე მეგობრებო, ვისაც პოლონეთში გსურთ ონლაინ ან ლოკალურ მაღაზიაში რაიმე საყოფაცხოვრება ნივთის, ავტონაწილების და რა ვიცი, ნებისმიერი რამის, რაც ლეგალურია, შემიძლია შეგაძენინოთ ან დაგეხმაროთ, ან რა ვიცი, როგორც თქვენ გსურთ და გამოგიგზავნოთ საქართველოში, აიღებთ საქართველოს პოსტის ნებისმიერ ოფისში, ნებისმიერ ქალაქში, 8-დან 14 სამუშაო დღემდე. აი ესეთ მდგომარეობაში რომ მქონდეს კამერა, მე მგონი ცუდი არ იქნება რა. დასამაგრებელი მჭირდება რა მანქანაში აუცილებლად რა. და მაგას მოვაგვარებ. ხვედი შეკრული გვაქვს და დავიცრათ, ეხა მანქანაც გახურდა. პირველი შეკვეთაც შემომივა ეხა. ესეც პირველი შეკვეთა 16 კილომეტრი. სებასტიანი ავიღოთ. ვიდავით გადავყავართ რუკაზე და წავედით. აი ესეც ესე პირველი შეკვეთაც დავასრულე. 15 წუთში მოვედი სხვათა შორის. არ დამჭირდა დიდი დრო.
აი ესეთი საწარმოები და ქარხნებია ქალაქ გარეთ. ეხლა ვარ პრუშკოვში წამოვიყვანე ის გზავრი და ავტობანი წამოვედი სადღაც 15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი აქ რა. აი რამდენი შენობა ნახეთ უბრალოდ რა. ჩემი აზრით თუ აი ესე ვარშავის გარე პატარა ქალაქში მოხვდებით ან ცოტა უფრო შორსაც არ აქვს შობა ცოტა ხანი ჯობია რომ შეკვეთას დაელოდოთ ხოლმე რა და ისე წამოხვიდეთ გზავრით იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად აქედან 15 თუ 16 კილომეტრი გამოვიარე უკან რო წამოვიდე გზავრის გარეშე ჯობია რომ დაელოდოთ 5 წუთი 10 წუთი თუნდაც 15 წუთი ღირს გზავრთან წამოსვლა ვიდრე 15 კილომეტრის უკან წამოსვლა გამოვდივარ ეხლა შემდეგ გზავრს დაველოდოთ აი სანტაგოში მოვიყვანე გზავრები ესე იგი 50 კილომეტრზე წამოვედი და 150 ზლოტიანი შეკვეთა იყო რა დიდი შეკვეთები არ იყო თან ბონუსებიც არ არის ვარშავაში და ეს გადაწყვეტა წამოსულიყავ ეს არის ყველაზე დიდი აკვაპარკი ევროპაში ხელა პარკინგია ნახეთ აი იქ სუ პარკინგი არის რა ეს რა სადღაც 40 წუთი დამჭირდა რა ეხლა ჩავალ ისე ვარშავაში და გავაგრძელებ ვარშავაში მუშაობას აი სად ვარ ეხლა განახებთ ეს არის სადაც ვარ და აი დაშორება რა ნახოთ რა ეს არის აქ ვარ მე შეაყენე არ გიგებ არა ეს ჩემია გაქირავებული იყოს რა წავედით მოკლედ აგერ ჩემი ძმაკაცი გაიჩითა ეხა შევისვენებთ ეხა წავალთ კებაბს შევჭამთ თურქულ კებაბს აქ თბილისური შაურმა არის შოვება მოკლედ და ცოტა ხანში ისე შემოგიერთდებით. აგერ თურქულ სიმღერებში გავიჩინე, ჩაიც მოგვიტანეს. ეხა კებაბიც მოვა და დავაგემოვით. გადაშორის გემრიელია, მაგრამ იმენა 90%-ში გავიჩე ნაგავია. არ ვარ. ამიტომ მე რაღაც ადგილებს ჩაულინკავ YouTube-ზე და შეგიძლიათ მithulეთ და დააგემოვნოთ. მოკლედ აი ესეთია რა, ქართული შაურმასავით რა. და სხვებში კებაბები რო აწერია, იქ არის ესეთ ზევით გაშლილია რა. და არაფრის გემო არა აქვს რა. თან ცხვრის ხორცით და მოკლედ ქათმის შაურმას თუ შეჭამთ პოლონეთში ვაფშე რა. ორის ხორცი აქვს საერთოდ არ არის. მოკლედ ჭამას არ შეიძლება და ფასებს. შეგიძლიათ ეს შაურმა ჭამოთ ან მაკდონალდი ჭამოთ, ბურგერ კინგი ჭამოთ, ბენზინგასამართებზე ჰოთ-დოგი ჭამოთ, პიცა ჭამოთ, რავი და დაახლოებით ეხა ერთი ჭამა რო გავითვალისწინოთ, შეგიძლიათ 10 ზლოტადაც ჭამოთ, 20 ზლოტადაც და 30 ზლოტადაც და ну თუ ეხა სახში შეჭამთ რაღაცა თქვენ გააკეთეთ თქვენ რაღაც საჭმელს და
მოინდომეთ მაგას, უფრო იაფი დაგიждდებათ და თქონდა კაი იქნება რა. თან ეხა სულ მშრალი საჭმელები ვაჭამოთ, მაგისთვისაც არის რა, რესტორნები იქნება, კაფე იქნება, აი ტაილანდური რესტორნები არის და კაი წვნიანები აქვს და იაფი ის ყველაზე იაფი მეზონი წვნიანები პოლონეთში და რესტორნებში და ასე შემდეგ. რა ვიცი, ესე უცებ რო ჭამოთ, აი რა შაურმა, ჰოთ-დოგი და ეგეთი რაღაცეები რა. ეგრეა რა. ეხა ჩვენ დავიძრებით ისე გავაგზავნეთ მუშაობას და საღამოს სახში მივალ, შევხვდები ახლა წელს და გამოვალ ისე. აი ხა ნახოთ ნამუშევარი, 8 წუთებზე ხო ავიღე პირველი შეკვეთა და მაქვს სუფთა ნამუშევარი. აი 380 ზლოტი. ეს არის ბრუტო, ეს არის ნეტო. ქეში შეკვეთები ნაღდი ფულით 236 ზლოტი და არჩენი ბარათი. 380 ზლოტი და შეკვეთები მაქვს გაკეთებული 13 შეკვეთა. აი აქ წერია 13 შეკვეთა. ეს არის რა. საღამოს ღამე რო გავალ. სავარაუდოდ ბევრი ვიდეოების გადაღებას ვერ შევძლებ, მაგრამ თუ გინდათ რომ ნახოთ საბოლოო შედეგი, უნდა უყუროთ ვიდეოს ბოლომდე. აუცილებლად გავაგებინებთ როგორი შედეგი იქნება. მოკლედ გამოვედი ხა ისევ პირველი საათია. ყველას გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ჯანმრთელი რაც თავარია. სიხარულით სავსე წელი გქონდეთ სულ ყველას. მოკლედ დავიწყებთ ხა და შუალედში კიდე ჩაგერთვებით და მოკლედ დილით უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და აუცილებლად გეტყვით როგორი შედეგი იქნება რა დროებით. მოკლედ დაგიბრუნდით, გათენდა, დაგვათენდა. ისე თუ შეამშევდით წინა წელს, ანუ გუშინ უფრო დიდი თმა მქონდა რა. გუშინ ჩემით შევიჭერი მოკლედ და ესე გამოვიდა და ვიდეოში ცოტა უცნაურია, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა ვერც შეამჩნიეთ რა. ესე იგი გუშინ რა მოხდა რა, გავედი საღამოს სამუშაოდ. სადღაც როგორც მახსოვს ვნახავ ხა მაგას 2 საათი და 25 წუთი მქონდა ნამუშევარი საათი რეალურით რო ანუ შეკვეთის აღებიდან მგზავრის დატოვებამდე. და სადღაც 350 ზლოტი იყო სუფთა შემოსავალი ბოლტის საკომისიოს გარეშე. და მე ანუ ისე უენერგიოთ ვიყავი რომ უკვე შანსი აღარ იყო რა დამეძინებოდა რაღაცა უნდა მოსვლა და ცოტა ხანი დავიძინე მანქანაში და მე გამეგვიძა და გავაგზელე და ნუ წეღარ მოვჭი რა. რამდენი საათი ვიმუშავე არ ვიცი, მაგრამ ეხლა განახებთ ყველაფერს რა. ხო და თუ ეგეთი სიტუაცია გაქვთ მანქანაში რომ გეძინებათ, უეჭველი უნდა დაიძინოთ რა, იმიტომ რომ აი შანსი არა ისო რომ შუა ტრასაზე იყოთ, ჯობია გააჩეროთ მარჯვენა ზოლში და საავარიო ზოლში და ცოტა ხანი სულ 5 წუთი წაუძინოთ, ეგეც საკმარისია რა. ეხლა ვნახოთ აპლიკაციაში რამდენი საათი ვიმუშავე, რამდენი შეკვეთა გავაკეთე და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს არის გუშინ დილით როცა გამოვედი. აი 570 ხო წერია. ეს არის გუშინ, ანუ უკვე 1 იანვარი რო დაიწყო 12 საათის შემდეგ, ანუ ბოლომდე რა, ეხლანდელ დრომდე. ეხლა დავასრულე მუშაობა. არც გუშინ, არც დღეს მოკლედ აპლიკაცია არ დამიხურია, ანუ სრული 12 საათი არ მიმუშავია. მაგრამ ეხლა ვნახოთ რამდენი საათი გავატარე ონლაინ. აი ეს არის ონლაინ გატარებული საათების დრო. ეს 12 საათის შემდეგ, გუშინ 12 საათის შემდეგ, ანუ 8 საათი და 24 წუთი მქონდა ჩართული აპლიკაცია და ეს გუშინ 9 საათ ნახევარი. ნუ მოკლედ, რავი რომ შევკრიბოთ
გამოვა 18 საათი. სადღაც კი 18 საათი გამოვა რა. ეს არის რა. ეს არის მზაობები, ან 12 საათის შემდეგ გუშინ 19 შეკვეთა და 24 შეკვეთა გუშინ დილის 7 საათის შემდეგ. ანუ 31 დეკემბერს და ეს არის 1 იანვარი უკვე. ასევე ეს 31 დეკემბერი, ეს 1 იანვარი. შემოსავალის განახეთ, საათების განახეთ, ნუ ესეთი ღამე იყო, მოკლედ. მე კაყოფილი ვარ, მაგრამ სხვანაირად უნდა გამეკეთებინა, მე ჯობდა რომ 8-9 საათიდან უკვე ხალხს რო ეჩქარება ყველა სახლში მისვლა და რაღაცა რო ჩქარობენ, მაქედან დამეწყო მუშაობა. ნუ ჩვეულებრივად სახლში შევხვდებოდი ახალ წელს, მერე მოვიდოდი და მერე გავაგრძელებდი და ღამე აღარ დამეძინებოდა რა. მაგრამ კაია რომ ისიც კაია რომ გუშინ დილის 7-ზე გამოვედი და მოკლედ ისე მოხერხდა ისეთი შეკვეთები იყო რომ მარტივად ვიარე და უცებ გავაკეთე და მოკლედ რა. მე კაყოფილი ვარ. რა ვიცი, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალი წლის მოსვლას. კიდევ მრავალს დავესწროთ, ჯანმრთელად, ბედნიერად, გახარებულები და რავი, ყველაფერი კარგი და კარგი. დროებით შემდეგ ვიდეო.